მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ისევ და ისევ ახალი ვიდეოთი. ჩემი სახელი არის კიბორგა და დღეს ჩვენ ვითამაშებთ ლივიკის ბაზაზე, სადაც შევეცდებით, რომ ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ. მსგავსი ტიპის ვიდეო მე ჩავწერე, რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვითამაშე ერანჯელის ბაზაზე, სადაც 27 კილი დავაგროვე მაშინ და მაგ თამაშის მოგებაც კი შეუძლებთ. დღეს კი ოდნავ განსხვავებული იქნება, სოლოზე მოვნიშნე ერთკაციანზე და პატარა ლივიკის ბაზა. ნახოთ აბა რას ვიზამთ მეგობრებო, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და გააქტიუროთ ზარიზღილა კი იმისათვის, რომ უფრო და უფრო მეტი სიახლეები შემოგთავაზოთ. რაც შეეხება იარაღებს, ეს ჯოკერის M4 არის, რომელზეც დემატა hit effective. ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი რაღაცა არის. ჩვენ ჯოკერის M4 გამაქსული გვაქვს და მეორე იარაღი რაც იქნება, რითაც დღეს ვითამაშებ, ეს აუცილებლად კალაშნიკოვი იქნება AK-47. ეს ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული იარაღები, სხვადასხვა სტილის იარაღები და ორივე max level-ზე მაქვს და ძალიან მაინტერესებს რას ვიზამ. 52 კაცამდე გედეიუსო კონკრეტულად ეხა ეს სერვერი და 10-15 კილი თუ დამიგროვდა ჩემი აზრით ძალიან ნორმალური შედეგი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ვერ ვახერხებ შემოსვლას და თამაშს. მხოლოდ და მხოლოდ ოპენინგების ვიდეოებს გივდებ უფრო ხშირად ვიდრე თამაშს. თავარი არის, რომ ეხა აქ ჩავასწრო ეს უყველას და ევიღო რამე იარაღი თავიდან გვაწყობს, ჩვენ ნებისმიერი იარაღი გვაწყობს. აი კებეზე და უზი გაიჩითა ეგრევე. ეხა ჰილებიც დავითრიოთ და ეგ არის რა. აქ რა ხდება? აი გადავცვალოთ აბა. აჰა, კაიმი და ესეც ვიღოთ, მთავარია რომ M4 დავითრიო ეხა რა. აქ მხოლოდ მე ჩამოვხდი, ეხა დავიჯერო, ესეთი ჯერ არ შემხვედრია რა მეგობრებო, რომ დიდი ვენზე რომ მარტო რო გევიჩითე რა. აბა ვნახოთ. სმოუკები, გრინეიდები, მოლოტოვი და რაღაცეები, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება. 2x არის ჩემთვის იდეალური მეგობრებო რა. 2x და აი ნახეთ რა, ის სენსიტივებით რო გასასწორებელი აქვს რა. სეტინგები დავაყენე, გადავაწყე რა სეტინგები და დიდი ალბათობით აქ სენსიტივებიც გასასწორებელი გვექნება. მაგისთვის რა თქმა უნდა მოგვიანებით მოვიცლი. ეხა ნახდათ არ არის მაგისტრო. თავარია რომ ეხა დავითრიო M4 და დავაგროვო კილების რაოდენობა. აი ჩვენი პატივცემული M4 მეგობრებო, ძალიან მევასება ეს იარაღი და აბა დედა შევეცი მაგის. კიდო ერთი მასტი გვესვრის რა ვიღაცა. ზემოთ არის მაგი, სავარაუდოდ ზემოთ იქნება. აბა საიდან ისროდი ბიჭო? საიდან ისროდი აბა?
ქვემოთ ხო არ ჩახდა მაგი ეგ არასწორი საიდან მესროდადო გამოყავი აბა თავში არასწორო შენ კაი 2x-ი გედევიტანოთ კაროჩე M4-ზე 2x-ი გედევიტანოთ M4-ზე ოპა აი აქ შენი დედა შევეცი შენი რა შენ მოგიტყან შენი დედის მუტელი შენი კაროჩე 2 კილით ჩამოვედით ივენთიდან 46-45 მოთამაშე გადარჩა კაი იქნებოდა რა თქმა უნდა მაგლუთით რო ჩამოვსულიყავით მაგრამ ეგრე სად არის აბა ხან გაგვიმართლებს ხანაც არ გაგვიმართლებს და კაროჩე რა თავარია აწი გავაგრძელოთ სწორად რა და მიყოლებით 4x-ი ზოგადად არ ვთამაშობ მეგობრებო რო იცოდეთ 4x-ით არ ვთამაშობ 2x-ი და ეგ ერთიანი ისინი რა ერთიანი სკოუბები დაჟე 3x-იც ძალიან ისე რა იშვიათად ნაბარეები ხდება აი ესე იყოს ცენტრისკენ გადავინაცვლოთ იქნებ ვინმე გავჩითოთ რა იქნებ ვინმე გეიჩითოს პატარა ბაზა არის აქ ძირითადად მანქანის აღებას კაროჩე აზრი არა აქვს მეგობრებო ერანჯელზე კიდე მესმის რა ერანჯელზე კიდე მესმის რომ ეიყო რა კაროჩე მანქანა რო ეიყვანო აქ აზრი არა აქვს რა უბრალოდ აი ერთი გეიჩითა და ეგრევე შიგნით შევარდა რა და ეს იყო გამოვიდა გარეთ ნახოთ აბა დავჩეკინდეთ ალბათ მაგი იქნებოდა ხო 3 კილი ჯერჯერობით 3 კილი გვაქვს მეგობრებო მიჩტეინზე გადავიდე აჰა წამოდი აბა წევედით მიჩტეინზე ვინმე იქნება აბა რა იქნება ამ სიდიდე იმას
ესეც ჩვენი 5 კილი, კაროჩი. გავლუთოთ. ჩაფხუტიც ასწორებს რა, კარგი არის ჩაფხუტი. თან სამიანი რა. სამიანი ჩაფხუტი არის კარგი. აქეთ ისვრიან და აბა ვნახოთ. რანაირი პლეიერები გეიჩიტებიან აბა. პლეიერები, გეიმერები და კაროჩე რა ერთი ამბები. ერთი ამბები აქ ჩავყაროთ მაინც იქნები ხოსმენვე. თორმეტი კაცი ერთი ნოგზე მყავს. აი წამოსაყენებელიც კარგი არის, კაროჩე, მაგან ივენთიდან წამოიღო, მაგი შეიძლება ივენთიდან ხო სავარაუდოდ. ესე გედევიწიოთ აბა. აი მოძრაობაზე რო გამოგიჭერენ ყველაზე მეტად მაგიტეხავს რა. აი ან რო გადარბი ხარ და მსგავსი რაღაცა და თვითონ რო კაი პოზიციაზე რო არის. აი ეგ ტეხავს ყველაზე უფრო მეტად რა. აი აქ სად მოვასწარი რა, ვიხილებოდი და იმენა მაგ დროს და მადო რა. აი მაგ დროს. აბა ვნახოთ ხო ზონამ გაგვიმართლა რა. ექვსი მოთამაში. ბოლოსკენ ისე ეგეთები რჩებიან, რომ ცოტა ნორმალურად რო თამაშობენ ეგეთები. აქ დრობიც ყოფილა. და შევიდე რა აქ შიგნით თუ არა. თლად ტრიალ მინდორზე გამჩითავენ რა, უეჭველი გამჩითავენ. კაი მოდი აბა გედევიწიოთ.
ორი კაცი დარჩა ჩემს გარდა მეგობრებო. ორი კაცი. აი ერთი სადგარბის და იმენა კალაშნიკოვის დედა შევეციმე შორიდან რა. ახლოდან კიდე ბაზარი არაა რომ ითამაშო რა, მაგი არაღით, მაგრამ შორიდან არ ვიცი რა პონჩი უნდა დეიჭირო, კაროჩე ეგი არაღია ესმის იმენა შორიდან. კაი რა ხო არ გადაო ეგ ოპა არ გადავიმატე სიცოცხლე და მე-10 კილი იქნება თუ მოვიგე კაროჩე როგორც წეღან აუღნიშნე მეგობრებო 10-15 კილი თუ გამოვიდა ნორმალური იქნება მეთქი და კაკრას 10 კილი გამომდის თუ მოუძებნე და თუ ვიპოვე რა და თუ მოუკალი კაროჩე საცხა იმალება მე მგონი კი არა და იმალება რა ამიტომ ჩვენს ეგრე ვითამაშოთ აი ეს თავარია რომ კაროჩე გავჩითოთ და აქით არ იყოს გეისროლე აბა ბიჭო გეისროლე რო შეგამჩნიო ეგა რასწორი ეგა ჩემი ზონამ დაბრიდა რა You're the best. ზონამ დაბრიდა მეგობრებო ნუ ესეთი ვიდეო გამოვიდა დღეისათვის კაროჩე ესეთი პატარა ვიდეო ვფიქრობ რომ მაინც საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის რა 9 კილი ტოქში. ნუ დაგემშვიდობებით, აბა წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო.